არც ისე გვიჭირს, რომ ეგეთ საცუდაობაში ვიყოთ. ყველა იბრძვის გადარჩენისთვის, რომ იყიდოს პური. ყველაზე დაბალანაზღაურებადი არიან ფლორიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები. მე რყეობს $5,000-6,000 ფარგლებში. ქართველი მასწავლებელი რო აიღოს 1500 თქვა ხელფას, 400 ლარად რას იყიდის და რამდენს იყიდის. გააკეთებს კრევეტების სუპს ქოქოსის რძით? რა იყო ის პროდუქტი, რის ფასმაც რაღაც რძე ხორცი. ბავშვისთვის ცოტა უფრო კარგს ყიდულობდით, ჩვენთვის სხვას ყიდულობდით. და მე აღმოჩნდა, რომ ის რძეც აქ რა ვიცი, კლინტიანი ყოფილა, ის ორაგული შეღებილი ყოფილა, რძეს როგორი გემო უნდა კონდეს, გავიგე იქ. შენ ბავშვს რამე საჭმელი ხوار გჭირდება, საკვების ვაუჩერი ხوار გინდა ბავშვისთვის, საკვები ხوار გაგატან, ტანსაცმელი ხوار გინდა, ანუ არა, ჩვენთან მხოლოდ აბორტების აკრძალვით უნდა შეიცვალოს დემოგრაფია. აი მაგალითად მანქანის ავზის გავსებისთვის გჭირდებოდა $27-28. დიდი ხანია მანქანის ბაკი არ ამებში. მობილიც გაგიფუჭდება, ჯანმრთელობაც გაგიფუჭდება და შეიძლება დასაფლავებაც დაგჭირდეს. გამარჯობა, თქვენ არამარტო პოდკასტს უყურებთ და უსმენთ და დღეს ჩვენი სტუმარია თაზო კუპრაიშვილი, ჟურნალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ამერიკიდან, ფლორიდაში იყო თაზო, თუმცა თაზო არ არის ჩვენი სტუმრების, ძველი სტუმრების მსგავსად კლასიკური ემიგრანტი, თვითონ გვეტყვის რა ტიპის ემიგრაცია გამოიარა მან, მაგრამ მანამდე მინდა სხვა ამბით დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი. პირველ რიგში რომ დაურეკე თაზოს მოვიკითხე სტანდარტულად და ვკითხე როგორ შეეგუა საქართველოში დაბრუნებას და მითხრა რომ პირველი რაც იყო მითხრა რომ ფასებმა ჩააგდო შოქში ამერიკიდან ჩამოსულმა და მე მახსოვს მეორე ამბავი თაზო რო გადავწყვიტეთ სტუმრად თაზოს გვერდს რო შევუყევი პირველი სტატუსი შემოვხვდა როგორ უწევს ჩემოდნების თრევა ამერიკიდან ქობულეთამდე ეს არ შეწუხებულა ამის გამო და უცბად იქ აღმოჩნდა რომ თურმე ქობულეთში და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება თაზო სამშობლოში ხო, მოკლედ 2 წელი ხო ვიყავი წასულები და რა თქმა უნდა ხა კონტაქტი არ გამიწყვეტია და მეგობრებისგანაც მედიიდანაც ვიცოდი ახლა ფასებს, მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი მაინც ფასები იყო. კი, მართლა შოკის მომგვრელი იყო გადმოცემით და ეს ყოველდღიურ საუბრებში რომ ხალხის თან ფასებს რო გეუბნება რა როგორ ღირს და უცებ შენ აწყდები ამას, ძალიან ის იყო დიდი კონტრასტი ამ ფასებში, იმიტომ რომ ზოგადად კვების და საკვებისა და ტანსაცმლის ყიდვა ეგ რაღაცა მოვლენა და ის არ არის, ანუ არ გვაწვა ტვირთად რა. თან ამ დროს ჩვენთან იყო აი ფასების შემსწავლელი კომისიას დაემთხვა თქვენი ჩამოსვლაც. და ეხლა პირველი რაც შოკი იყო ეხლა რო ახსენეთ ეს ქობულეთის რკინიგზის სადგური, ხო? მართლა ანუ ესე ჩამოვედით რომ მე და ბავშვი წარმოვიდგინეთ 5 წლის ბავშვთან ერთად მარტო წამოვედით, ჩემი ცოლი მეორე დღეს გამოფრინდა. იმიტომ რომ რაღაცა იქ ბიუროკრატიული ამბები იყო ბილეთების ამერიკიდან, ხო? კი, ამერიკიდან, ანუ მე და ბავშვი წამოვედით თავიდან და წარმოვიდგინეთ მე ბავშვთან ერთად, 5 წლის ბავშვთან ერთად 2 პატარა და 4 დიდი ჩანთით. ანუ მთელი 2 წლის ბარგით, ხო, იქ რაც ხო, ამდენ ჩანთაზე რატო ამახვილებ ყურადღებას, ანუ მართლა ისე ვიარე ბათუმამდე ისე ჩამოდი რომ ეს ჩანთები არ ამიწევია წელი არ მტკივებია მართლა ანუ ყველგან იყო რაღაც პანდუსები ლიფტები სადაც გინდა რა თქმა უნდა ზოგი ჩანთა ჩავაბარე და რაღაცა 2 დიდი ჩანთა და 2 პატარა ჩანთა და 2 ზურგ ჩანთა ისე მოქონდა და რაღაცნაირად ადამიანურად ხან ლიფტით ავედით ხან ესკალატორებით რაღაც ანუ ეს არ ტვირთი არ ყოფილა იმიტომ რომ ვერი გრძენი ფლორიდაში ერთი აეროპორტი ნიუ-იორკში მერე სტამბოლში რაღაცა სტამბოლიდან აეროპორტიდან მოგვიწია გასვლა მერე შემოსა ანუ რაღაცა ეს დისკომფორტი არ ყოფილა და ქობულეთში ჩამოვედით ეს ჩვენს ოჯახის წევრებთან, ჩემი ცოლი ქობულეთიდან არის და რაღაცა რამდენიმე დღის მერე თბილისში წამოსვლა დავწყდეთ, ესე იგი ქობულეთის რკინიგზის სადგურში მანამდეც ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ რაღაც ეს არ მიმიქცევია ყურადღება დიდად და უცებ მივხვდი რომ ჯერო შევედით, ეს ბავშვი დამეტაკა რომ ეს მიჩოული ვიყავით, ეს ბავშვი თავის ჩანთას მოაგორებდა სულ და მე ბავშვის ჩანთისთვის ხელი არ მიგდა, ბავშვი მეუბნება რომ მოდი ლიფტით ავიდეთ. არ არის გავიხედე გამოვიხედე. მოდით ესკალატორით ავიდეთ. მეთქი არ არის ეს რატო არ არის? ნუ მე ბავშვს გავიდე და ამ დროს ყველაზე ის იყო ცინიკური ის რომ ეს ქობულეთის რკინიგზის სადგური როგორც ჩანს არის ახალი შეკეთებული. ანუ ახალი ფილებია დაგებული, იქ რაღაცა შეღებილია, ხარაჩოები ახლაც არის, მაგრამ არსად არავის უფიქრე არც ესკალატორზე, არც ლიფტზე, არაფერი.
არც და პარკში. შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირი რომ მივიდეს. მე ჩამფაზე ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს გიჭირს. არა, ხო. სადგურია კიბე. თან, როგორ ხო. შეიძლება მე ბარგი ჩანთაზე არ მქონდა გქონდეს პრობლემა და სადგურში. ეს რო ავათრე მართლა წელიწად მეტკინა ამ ქობულეთის რკინიგზის სადგურში და ეგრევე გამახსენდნენ ვიღაცები, მათ შორის რა ვიცი დაჩი ცაგურია, რომელსაც მოვიკითხავ თუ უყურებს ამ პოდკასტს, იმიტომ რომ რომელსაც Facebook-ზე დამბლოკა ბევრი რაღაცების გამო. იმიტომ რომ დაჩი ცაგურია რატო ვახსენე ახლა? დაჩი ცაგური არის რკინიგზის ერთ-ერთი მენეჯერი, ხელმძღვანელობს ზუსტად სამგზავრო გადაყვანების დეპარტამენტის უფროსია. წლებია ნუ თან უკვე რატო ძალიან მოხდა დიდი იქ, როგორ მოხდა, რომელსაც რკინიგზასთან არანაირი შეხება არ ქონდა, ეს საერთოდ სხვა თემა არის და არ ვიცი. რაიმე ჟურნალისტური გადაკვეთა გქონდათ დაჩი ცაგურიას. როგორც ახლა მე რედაქტორი რო ვიყავი, ის რა ვიცი თანამდებობის ხშირად გვიწევდა ხოლმე რკინიგზასთან დაკავშირებით რაღაც თემების კომუნიკაცია, გაკეთება. ასე ისე, მაგრამ ნუ არ ვიცი, მეტი არაფერი, მაგრამ ნუ მერე და მერე, რა ვიცი, მაგალითად არა, დამბლოკაო რო თქვით. დამბლოკა Facebook-ზე, იმიტომ რომ რა ეწყინა კითხების ამისგან? გამო, აი მაგალითად რა ვიცი, რაღაცებს რო ვიკითხებოდი, თაგავდი, აი ეს რატო არის, მაგალითად მახსოვს რომ რატომაც დამბლოკა ხა არ მინდა რომ თლა დაჩი ცაგურიაზე გავაგრძელოთ საუბარი, მალე ჩავჭა. მაგრამ ვერ ამბავი იყო გამოვლით. ის რომ მაგალითად გამოდიოდა აქციებზე ამ რუსული კანონის დროს და იდგა და აი deep state-ი გვებძის, deep state-ი და ამ დროს რკინიგზაში მილიონი პრობლემა და მე ვეუბნებოდი, კაი deep state-ი გვებძის, მაგრამ აი რკინიგზაში ეს პრობლემა რატო არის? თქვათ იქ რაღაცა მას დიდუბეში უნდა და deep state-ზე კი, ლაპარაკი. დიდუბეში რომ სამგზავრო მატარებელი დაეჯახა რაღაც ლოკომოტივს სარემონტო და ორი მუშა მოკვდა, ხო? როგორ დასრულდა გამოძიება, ვინოს პასუხისმგებლობა დადგა, ანუ მუშები რატო იყვნენ იქ, სადაც მატარებელმა გაიარა და რატო დაეჯახა, ხო? არავინ არ იცის, თქვენც არ იცით, არავინ არ იცის, როგორ დასრულდა გამოძიება, ვის პასუხისმგებლობა. ამაზე ვთხოვდი პასუხს პერიოდულად და ნუ არ მოეწონა დამბლოკა საბოლოო ჯამში, მაგრამ ნუ გავანებოთ თავი. ანუ ეს რკინიგზა რატო ახსენე? ანუ მთელი კორუფციისა და აი ამ რაღაცნაირი სახე არის, მართლა სახე არის, იმიტომ რომ ამას დაარქმენ ახლა ბიუჯეტში არ ვიცი, არც მიკვლევია სიმართლე გითხრათ, რამდენი ათეულ-ათასობით ლარი ჩაიდო ალბათ ქობულეთის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციაში და ერთი პანდუსი არ არის, რომ მაგალითად იგივე დუშენ დაავადებული ბავშვი ბავშვს რომ მოუნდეს ქობულეთში ჩასვლა ეტლით როგორ აბა მატარებელში როგორ ჩამოვა ქობულეთში როგორ ჩავა მაგალითად ხო ამბობენ რომ ყველაფერი მოგვარებული აქვს ამ ბავშვებს ყველაფერი აქვს მარტო ისინი ხო არ სარგებლობენ ეტლით ანუ ეს სერვისები არ არის და იგივე მაგალითად ახლა ფლორიდას რო ვადარებ რა ფლორიდა არ არის საუკეთესო მაგალითი ადაპტირებული ტრანსპორტის და ადაპტირებული ქუჩების და ასე ინფრასტრუქტურის მოკლედ. ანუ ამერიკაში ბევრი სხვა უკეთესი შტატი და ქალაქია, სადაც ეს უფრო მეტად ადაპტირებული, მაგრამ აი უსახლკარო ადამიანი, რაც თვალში მოხვდა პირველად ფლორიდაში ჩასვლას. ქუჩაში მცხოვრები ადამიანებიც კი, ყველაზე ღარიბი ადამიანებიც კი და ეგეთი რა თქმა უნდა იქაც ბევრია. გადაადგილდებიან ელექტროეტლებით, რომელსაც მართავენ რაღაც ხელით, რაღაც პუნქტით, ანუ ეს იყო ცოტა შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ თან არცად წინააღმდეგობა და ბარიერი არ ხვდებათ რა. ავტობუსში ისედიან რომ ავტომატურად გადმოდის ეს რაღაც სპეციალური პანდუსი, ადიან ან ქუჩიდან ქუჩაზე ისე გადადიან რომ ანუ არცად წინააღმდეგობა არ აქვს, ან თავისუფლად და und ეგ ისე და ისე ვისეთ ქალაქსა და შტატში რომელიც არ ითვლება ადაპტირებისა და იმის ეტალონად დიდად. ხო და ძალიან გულდასაწყვეტი იგივე ბათუმის აეროპორტიდან რო გადმოვედი რო გამოვედი, ხო? ფუტოებიც არ გადამიღე, იმიტომ რომ ეს ახლობლებთან შეხვედრად რაღაც ისეთი ემოციური იყო, დიდად არ მიმიქცევი ყურადღება და სიმართლე გითხრათ, ვცდილობ რომ ეს თავი მაინც და მაინც არ დავისტრესო, იმიტომ რომ რაღაც ამ ემოციებით ვარ ესე მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და მაგა დიდად ყურადღებას პირველ დღეში არ ვაქცევდი. ახლა უფრო დავიწყე რაღაცებს ახლა. ბათუმის აეროპორტის გარშემო ისეთი ორმოებია ხალხო, ანუ თვითონ შესასვლელში, ანუ რაღაცა კაბელები გაყავთ, მილებს აწყობენ, რაღაცას აკეთებენ, არ ვიცი, რაღაცას ფაფხურობენ, მაგრამ არც შემოსაზღვრულია, არც გადასასვლელი რაღაცები, ბარიერები, რაღაცები, არცად არაფერი არ არის, რომ ბავს უთხარი, რომ აი ფრთხილად იქ არ ჩავარდი, ანუ თან რაღაცნაირად ალბათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას ეჩვევი, ხო და ძალიან კონტრასტული ჩანს თორემ. მანამდე ხო ხედავდი ხა ბათუმის ძალიან დიდი კონტრასტულია და ისეთი რაღაცებია, რომ აი მე არ ვამბობ ხა, ანუ ამერიკაში ახლა სიმდიდრე ერთულ მოსახლეზე გაცილებით დიდი და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ობიექტური მოცემულობა ეს და უფრო მდიდრები არიან, ხო? ჩვენ რა ეგეთი მდიდრები ვიყოთ, მაგრამ არც ისე გვიჭირს, რომ ეგეთ საცუდაობაში ვიყოთ. არც ისე გვიჭირს, რომ მაგალითად რკინიგზის მენეჯმენტმა ცოტა ფული რომ მოიკლოს და ერთი პანდუსი, ერთი ლიფტი გააკეთონ. არ ვიცი, ლიფტის გაკეთება არ ჯდება ისეთი ფული, რომ
რაღაცა ჩამოიქცეს ქვეყანა. მართლა არ ჭირდება იმდენი. ცოტა უნდა მოიკლო. ხო, ცოტა უნდა მოიკლო, ცოტა. მოიკლონ არა, ეს კი, რაღაცა ის წარმოუდგენელია ოქროს ვიღაცას. ზოდები არ დააგროვონ სახლში. ან ჩვენ მაგალითად რაზე ქონდა ჩვენს მიმართ პრეტენზია, ხო? ამ რუსული კანონი და რაღაცები რომ მიიღოს, რომ აი ონლაინის მედიები, NGO-ები, მდიდრები, ასე შემდეგ და ესე და საბოლოოდ ვინ აღმოჩნდა მდიდრები, ან ვინც იმ დროს რაღაცას გვეუბნებდა, ახლა თვითონ იჭერენ, რაღაც ოქროს ზოდებსა და რაღაცას პოულობენ ერთმანეთის სახლებში. ესიც იმიტომ რომ ერთმანეთში რაღაცას ვერ იყოფენ, თორე რამდენსაკ ისე გადამადგული რომ ალბათ ვერავინ ვერ ჯერ ვერ მივაგებია. მიაგუნეს. კი. აუ მაინც კითხავ რა. აი ფასებთან წავალ. ეგ კონტრასტი ალბათ რაღაცებს ვიჩვევით, შენი თქმის არ იყოს და რო ჩამოდიხარ და რო ხედავ იქ როგორია, მე კიდე უფრო თვალშისაცემია ის რა ჩვენ გვაკლია. რა იყო ის პროდუქტი, რის ფასმაც რაღაც რძე ხორცი. რა, აი რა, ხო, რძის პროდუქტები, მაგალითად ფლორიდაში რძის პროდუქტები ღირდა ძალიან იაფი, ნუ არ ვამბობ ახლა ყველზე, რომელიც რაღაცა ცოტა ძვირიანი პროდუქტია. ხო, ცოტა ძვირიანი პროდუქტია, თან ბევრნაირ ყველს აკეთებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი რძის პროდუქტები ავიღოთ ხაჭო, იოგურტი და ასე შემდეგ, ხო? არ ვიცი, აი მაგალითად იოგურტი, ბერძნული იოგურტი 400 გრამიანი დაახლოებით ღირდა 11 ლარი, რო ვნახე მაღაზიაში და 10 რაღაც. კი, ხო, რაღაც 11 ლარამდე, იმიტომ და რძე ავიღოთ რაღაც 5-6 ლარი და ამ რძეზე თან ვეძებ რომ ნედლი რძე რომელია და ჯერ ხო როგორ აწერია რომ ახსნე განმარტება არის რომ B თუ აწერია არის იგი აღდგენილი რძე თუ A აწერია არის ნედლი რძე. უნდა ეძებო A აწერია თუ B ვატრიალე ხო ანუ ჯერ ძლივს ვიპოვე ნედლია თუ ხო ეტიკეტებიც ისე აწერია და ნუ ამერიკაში მაგალითად ჯერ ძვირიც არის ამერიკაში მაგალითად ყველაზე იაფიანი ნედლი რძე 1 გალონი რომელიც არის 3 ლიტრი და შედას თითქმის 4 ლიტრი ყველაზე იაფიანი ალდიში მაგალითად ესეთ ქსელი არის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი $2.50 ღირდა. ნუ არის დაახლოებით ალბათ 6 ლარის ფარგლებში 4 ლიტრი რძე თითქმის. არა იქ თან ხო არ უნდა შემოსავლებიც საერთოდ სხვანაირია და ეს გადაყვანა. ნუ ორმაგი ფასია დაახლოებით აი $5 ფარგლებში ღირს 1 გალონი რძე ორგანიკი იქ და დახარისხებულია ეს რძის პროდუქტები მაგალითად ამ ძროხას ბალახი აქვს ნაჭამი თუ დაბმული ყავთ სადღაც ბაგაზე იქ მინდორშია გაშვებული თუ როგორ ან ბევრნაირი სახეობის რძე არის კვერცხიც იგივენაირად რა თქვათ ეს დამწყდეული ქათმის დადებულია ეს კვერცხი ბუნებრივ პირობებშია გაშვებული ასეთი გაზრდილია ისეთი გაზრდილი მოკლედ ანუ წიწილობისას უნიავებდნენ თუ დაახლოებით ეგეთი რაღაცები წერია და უამრავი არჩევანია აქ კვერცხს ეგეთი რაღაც არც აწერია ან დიდი უფრო ბევრი არჩევანია ფასებიც ახლა იაფიც არის ძვირიც არის მაგრამ ყველაზე მეტად რამაც შემაწუხა მე ახლა რო გადმოვიყვანო რაღაცები რო თქვათ გადმოვახურდაო დოლარში რაღაცა ფასები იგივე ღირს თითქმის აი მაგალითად იოგურტი რო თქვა 10-11 ლარი ღირს მეთქი იქ ღირდა მაგალითად ყველაზე იაფი იოგურტი $3.50-დან იწყება $4 $5 და ნუ შესაბამისად ხარისხის მიხედვით ეს ფასი იმატებს ხო რო გადმოვიყვანო თითქოს იგივე გამოდის მაგრამ ეხლა იკითხეთ შემოსავალი ხო ის $5 როგორი საშუალებია ამერიკაში როგორია აქ და მე ცოტა ნერვები მეშლებოდა სიმართლე გითხრათ ცოტა არასამართლიანი მგონია როცა ფასებს ადარებენ პირდაპირ ფასების შედარება და ეს ფასების კომისიაც ეს ვირეშმაკობა ამიტომ მგონია რომ ფასების კომისია არ არის შესაქმნელი და არც იყო და აბსურდი იყო საერთოდ ფასებზე მე პირადად იმდენად პრეტენზია არ მაქვს ანუ უფრო პრეტენზია მაქვს გააკეთოს შემოსავლების სიტყვაზე უხეშად ხელფასებს შემოსავლების კომისია ამერიკაში მაგალითად ფლორიდაში ჩვენიც რო შეისწავლოთ და რატო ამბობ სულ ეს ფლორიდას რატო ახსენებ და ეს კონკრეტულად და არ ვაზოგადებ იმიტომ რომ ეს ამერიკა რაღაცა ისეთი ქვეყანა შტატები კი არ ქალაქები განსხვავდება ერთმანეთისგან შემოსავლების მიხედვითაც ფასებით და ყველაფრით მართლა ყველაფრით განსხვავდება და ნუ კონკრეტულად ამ ფლორიდაზე ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ ეხა ბოლო კვლევებით მოკლედ ფლორიდაში მასწავლებლების ყველაზე ფლორიდაში მოკლედ მასწავლებლებს აქვს ყველაზე დაბალი ხელფასი მთელი ამერიკის მასშტაბით. მართლა? კი, ყველაზე დაბალანაზღაურებადი არიან ფლორიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები. და ყველაზე მინიმალური ხელფასი, მედიანური ხელფასი რაც გამოკლევი, მაგრამ საჯარო სკოლის მასწავლებლებზე მაქვს საუბარი და მინდა რომ ეს მასწავლებლებმა კარგად მოისმინონ. მე რყეობს $5-6,000 ფარგლებში. თვეში.
მედიანური. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობას აქ დაახლოებით ამ ფარგლებში, მაგრამ გამოცდილების და მიხედვით ზოგს შეიძლება ქონდეს 4500, 4000, უფრო დამწყებებს, მაგრამ 7 და 8 7 და 8-ს უფრო გამოცდილებს. აი 20 წელი, 25 წელი ვინც არის, ცოტა რაღაც კვალიფიკაცია აქვს ამაღლებული და ასე შემდეგ, მაგრამ აი დაახლოებით 5-6000 უნდა ივარაუდო, რომ აი აი საჯაროდ. ეს felfasები უნდა გადავიყვანოთ ლარში და აი, ისე ახლა უნდა წარმოიდგინეთ. შევაფასოთ. 5-6000 რო აქვს მასწავლებელს ხელფასს და მაგალითად $5 იხდის ბერძნული იოგურტში და ქართულ მასწავლებელს რომელსაც ალბათ აქვს 1500 ლარი ხელფასი. ხო, საუკეთესო ვარიანტი. ყველაზე კი, კარგი. კი, ყველაზე არის, კარგი ვარიანტი. და ეხლა იკლებს მე თან. ოჯახის წევრი მყავს, რომელსაც რაღაც მილიონი გამოსცა აქვს ჩაბარებული და ასე შემდეგ და სრული 1500 ლარს ვერ დატვირთვით გაცდა მისი მასწავლებელი. ხელფასი, ხო და ახლა კიდე რაღაც ახალი სქემები მოუფიქრეს, ის ჩაბარებული გამოცდები, გაუნულოს რაღაცებს აკეთებენ, სულ არის ეხლა მასწავლებლები. აკლდებათ ნამდვილად კი. ხელფასები. და ხელფასის დაკლება საერთოდ დღეს ჩვენ 11 ლარი რეალობაში მარტო იოგურტში რო გადახორცი რო თან განათლების ან კვერცხი რო ეხლა ჩვენი სამსულიანი ოჯახის წარმოიდგენო, ხარჯები რო ავიღოთ. ჩვენ ფლორიდა და საქართველოს კი, ჩვენ შევადაროთ. თვიდან თვემდე მაგალითად სამსულიან ოჯახს 1000-1200 დოლარი ყოფნი და როგორ ყოფნი დეცით ოჯახში სახლში ყვებით, ან სახლში პროდუქტების შეძენით, არა გარეთ ყვებით. გარეთ ყვება იქაც კიდე ძვირი სხვა, ღირს, კი, ხო. და ცოტა სხვა ხარჯები და რაღაც არის და მაგრამ ეხლა საქართველოს ფასებს რო ვადარებ, იქაურ და აქაურ რესტორნებს შორის დიდი განსხვავება შეუძლებელიც არ არის. დიდი ხო, განსხვავება მაინც და მაინც არ იქ არის. ვართ რა, ისეთი კი, კეთილი იყო. ფასები დაახლოებით მართლა იაპონია იგივეა, ვართ. კი და პარიზში ვცხოვრობ. ეს 1000-1200 დოლარია, მაგალითად კვირაში $300 დაახლოებით ესა ხარჯავდით, 300-250. და ამაში რა ვსგულით, თუ რაიმე შეიძლება თავში აზრად მოგივიდეს, რომ ვიყიდოთ, აი მაგალითად სტეიკის ხორცი რო არ შეიზღუდო, ხო, თქვათ მე. არაფერი რო ყველაზე ძვირიანი რაც შეიძლება იყიდო ხო პროდუქტებიდან არის სტეიკის ხორცი, ცოტა ძვირიანი და რაღაცა ისეთი ორგანიკი, ყველაფერი ორგანიკი რო იყიდო, ხილი, ბოსტნეული, ეგ რა თქმა უნდა ყველიც. გიძვირებს. ხო, ყველიც მათ შორის ეს გიძვირებს რა თქმა უნდა იმას პროდუქტს და ეხლა წარმოვიდგინე რომ ეგ $1200 რო დავხარჯე თქვა სამსულიან ოჯახს, ეგ $1200 იქ როგორი საშოვია? ცოტა ადვილი საშოვია ბევრად ვიდრე აქ. ეხლა წარმოვიდგინეთ $1200 არის ფლორიდელი ყველაზე დაბალანაზღაურებული მასწავლებლის ხელფასის მეოთხედი, ანუ მასწავლებელი რო ხელფასს აიღებს, თავისი ხელფასის მეოთხედით შეუძლია თავისი 3 ან 4 სულიანი ოჯახი ერთი თვე გამოყვებოს ისე რომ არაფერი არ მოაგდეს. 1200 ლარად აქ ნამდვილად არა, ვერ ქართველი მოხერხებთ. მასწავლებელი რო აიღებს 1500 ლარს თქვა ხელფას. როგორ? მისი ხელფასის მეოთხედი არის დაახლოებით 400 ლარი. 400 ლარად ესე უნდა შევადაროთ და არა 1200 ლარი. ხელფასის მეოთხედით. 400 ლარად რას იყიდის და რამდენს იყიდის? სუპსაც ვერ იყიდის, იმიტომ რომ იმ სუპს ხო, ეხა არ ვიცი, ეხა ტყუილ სუპს ტყუილ გააკეთეს, სუპს, მარტო ხო, მაკარონის ტყუილ სუპს არ სუპს ვიცი, თორე კარგი მაკარონიც ძვირ იყოს, ხორციც ძვირ იყოს და რა ვიცი, კარგი სუპის გაკეთებას არ ვიცი, რის სუპს აკეთებს, მაგალითად გააკეთებს კრევეტების სუპს ქოქოსის რძით, რომელიც ქოქოსის რძით და ისპანახით მაგალითად კრევეტების სუპი, რომელიც რა ვიცი, ფლორიდაში რო აკეთებთ $7-8 მიჯდებოდა ინგრედიენტები. მარტივად, ანუ არ არის ეგ ფუფუნებისაგან, მართლა ავოკადოს ყიდვა ფუფუნებისაგანი არ არის, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ავოკადო 6 ცალი შეკვრა $3 ღირს და არა ორგანიკი. ორგანიკი ცოტა ძვირი. ეხა აქ რა ვიცი, ავოკადოს ფასებს რო უყურებ, ფუფუნების კარგი ავოკადო თქვა ტროპიკული პროდუქტია და იწყენ რომ რა ეხა არ მოკვდები თუ ავოკადოს არ შეჭამო. პომიდორი? კიტრი პომიდორი, ეგეც მაინც სხვა რა. მაგოდეხის კიტრი. ხო და ისე მწარეთ მახსენდა. და რეალურად ეხლა ჩემს ახლობლებს აქვს რაღაც ბაღები, პომიდორიც მოყავთ, კიტრიც მოყავთ და მაგალითად მარწყვიც მოყავთ და მაგალითად ბიძაჩემს მარწყვი მოყავდა წლების განმავლობაში და მარწყვის გასაყიდი ფასი თუ არ იყო 10 ლარი, მართლა წაგებაში მიდიოდა. როცა 10 ლარამდე არ იყო, იმიტომ რომ კახეთში აქ მეურნეობა წარმოება ძვირი უჯდება. ძვირი უჯდება, მუშახელი, საწაიკ რაღაცა დამუშავება, მიწის ფული, ყველაფერი, მოკლედ მინდა ძვირი უჯდება, რომ როდესაც მარწყვი 10 ლარს ნაკლები ღირდა, ანუ ზარალში იყო თვითონ და რაღაცა პერიოდ ვერ გაშნა. ანუ პრობლემა არის ცოტა სხვა რაღაცა რა, ვიდრე პროდუქციის ფასი. ანუ კი, უნდა ღირდეს ის მარწყვი ჩემი აზრით 10 ლარი და ის პომიდორი 8 ლარი და აი ბოლო პერიოდში თუ უსმენთ მარნეულ ფერმერებს ამბობდნენ რომ პომიდორი 8 ლარი და 10 ლარი თუ არ გავყიდეთო, ზარალში ვართო. თავარი პრობლემა ჩემი აზრით არის ის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფურცლზე მართლა არის, ეხლა ხო მაგას ვერ გავექცევით, რომ რაღაც საქართველოში რაღაც ეკონომიკური ზრდა არის, ფული შემოდის, გადის რაღაცა გინდაც უკრაინის ომის ხარჯზე დაარქვი ამას და გინდაც რაღაცა ხო რაღაცნაირად ფული ტრიალებს ქვეყანაში, მაგრამ სატრიალებს და როგორ ტრიალებს, ეგ არის საქმე, ანუ სად ილექება, ანუ
ამდენი შემოსავალი რო აქვს ამ ქვეყანას და ესეთ ეკონომიკა, ხო, რაღაცა ძალიან ვიწრო ელიტის ჯიბეში გროვდება. ეგეთი განცდა არის. მართლა ეგრე არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი წარმოიქმნა რაღაცა ტენდერების ელიტას ვეძახი მე, ფული ამ ქვეყანაში, ბინას ამ ქვეყანაში ყიდულობს ის, ვისაც, რა ვიცი, ან ტენდერებით ბევრი ფული აქვს, ან რაღაცა თანამდებობაზე არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა რკინიგზას რომ ამდენი შემოსავალია, ხო, რატო არ შეუძლიათ რომ ცოტა უკეთესი რკინიგზის სადგურები გააკეთონ, ცოტა უკეთესი მატარებელი გააკეთონ და მაგალითად ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსვლას რაღაცა 5 საათი და რაღაცა არ ჭირდებოდეს ისიც რაღაც გონია რომ სარკოფაგით მოძრაობა, არც ტელეფონი იჭერს, არც ინტერნეტი იჭერს, არაფერი და რაღაცა ესე იმაში მოდიხარ სრულ ვაკუუმში, ხო? ცოტა გამომწყდეული ხარ, ხო? ხო და პრობლემა არის ვერიშოვი ხახნო, ანუ რავი, რიგში უნდა იდგერო, როგორღაც სეზონზე ყოველ არ ყოფნის, ბევრი პრობლემა არის და ეს ფული ილექება, ეს ეკონომიკური რაღაცა სიკეთეები, რაღაცა სადღაც ზემოთ რჩება, ქვემოთ არ ჩამოდის და გინდათ ამდენი ძვირადღირებული მანქანა რო დადის და ეს ხალხი ხო, საიდან აქვს ეს ფული, ხო, იგივე რა არ ვიცი, ანუ ხალხი გაირყვა რაღაცა იმითი. არ შემილია რომ არ გითხრა, ჩვენი სტუმარი იყო ნანანერ სეზაშვილი. ზრდასრულთა განათლების ცენტრის დამფუძნებელი კახეთიდან. ლაგოდეხიდან. გახსოვს? ემიგრაციასთან როგორ მიდის, კიტრის მოსავალი, აი ლაგოდეხის კიტრზე ვლაპარაკობდით. კიტრი, რომელიც ღირს 8, 10, 9, 11, ყველანაირი ფასი ღირს, მე მგონი, ხო? მაღაზიაში, იმაშია, მარკეტში. ყრიან, როცა არის ჭარბი მოსავალი თურმე. როცა ჭარბია და ლარათ უნდა ჩააბაროს, არც უბრალოდ უწევს რომ აიღოს მოსავალი და ან ყრის, ან ლარათ, ან ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაუჯერება და უფრო ზარალში წავა. და სულ მაგას ფიქრობს, თურმე აი მიღირს, გავაკეთო, დავჭერ ძროხა ვიყიდო თუ არ ვიყიდო და რავი, რა შეიძლება. გასაღების ბაზარი არ არის აწყობილი, რაღაც ანუ ეს ხო იგივე სოფელში მცირემიწიანობას ხო პრობლემა არის, ახლა ვინც ეგ საკითხი ჩემზე უკეთ იცის, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ, იმიტომ რომ რაღაცა 1 ჰექტარი მიწით ფერმერი ვერ იქნები და შემოსავალი არ გექნება. ბევრი უნდა კონდეს და ეს სოფელში მიწები ვის ხელშია თავმოყრილი, როგორი საკუთრებენ ამ მიწებს, ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესი. ეგ განსაკუთრებით კარგი მიწები რაღაცა დიდი ბიზნესებისა და კორპორაციების ხელში გადადის ნელ-ნელა და ყველაფერი რაღაცა მონოპოლიზებული ხდება და ძალიან რთულია, მოკლედ ბიზნესის წარმოება და თავი და თავი არის ეგ საბოლოო ჯამში ისე მივდივართ აი ამ პოლიტიკურ სისტემამდე, წნეხამდე, იმიტომ რომ არ ვიცი, ფერმერმა რომ რაღაცა ბიზნესსა და აქციოს თავისი საქმიანობა, ცოტა ბევრი მიწა უნდა კონდეს, ბევრი მიწა რომ უნდა კონდეს, იქ არ ვიცი, სამართლიანად ვერ მიიღებს იმიწას თუ დაახლოებული არ არის ხელისუფლებასთან, იქ მიწა რო გექნება, სარწყავი ხო გინდა. სარწყავი თუ არა გაქვს, იქ ზეზი არ უნდა იყოს დამოკიდებული და წვიმაზე. მართლა ახლა ფლორიდა ყველაზე მზიანი შტატი არის და სულ მზე აქვს და რაღაც, მაგრამ ეს მინდორში უბრალოდ ესე გაშვებული არ არის ხილბოსნეული და ბაღები. ყველაფერი რაღაცა და მორწყვის სისტემებია, სათბურები, რაღაც ანუ რაღაც ინფრასტრუქტურა არის აწყობილი, იქ რაღაც შეღავათიანი კრედიტებია და შეღავათიან აგროკრედიტებს და რაღაცებს როგორ გასცემენ ახლა სოფლებში, ხო ყველამ კარგად ის თუ აქტივისტი არ ხარ, სკოლაშიც ვერ დაიწყო მუშაობაზე, ის სასაცილო 1000 ლარიანი და 1500 ლარიანი ხელფასიც არ გექნება და კი, აი ეს მასწავლებლებმა დასვან კითხვა, რატომ აქვთ 1200 და 1300 ლარი ხელფასი და რატო არა აქვთ $4000 ეკვივალენტი, რატო არა აქვთ? რადგან ეს ფასებზე წავედით და შედარებებზე თავიდანვე შენი ისტორიაც რო გითხრა, როგორ აღმოჩნდი ფლორიდაში, რა შემოსავლით ცხოვრობდი იქ, ან როგორ იყავით ოჯახი წასული და აი რო შევადაროთ, აი შენი თქვენმა ცოლმა მოიგო სტიპენდია და მისი სტიპენდიით ცხოვრობდით ძირითადად, ხო, ალბათ და ის სტიპენდიით ცხოვრებაც კი უკეთესი იყო ამერიკაში, ვიდრე საქართველოში. კი, ჩვენ ახლა საქართველოს სამსახური. კი, ჩვენ საქართველოსთან წავედით 2014 წელს 2 წელს Fulbright-ის სტიპენდიით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიით, რომელიც საკმაოდ შეზღუდული 2024-ში, რომელიც არ არის სტიპენდია ისეთი, რომ ახლა ფუფუნებაში იცხოვრო, მართლა შეზღუდულად ვიყავით, ცოტას მეც მუშაობდი იქ, მაგრამ ჩვენი შემოსავალი, აი საშუალო სტატისტიკურ ამერიკული ოჯახის შემოსავალზე ბევრად ნაკლები იყო. მართლა ბევრად ნაკლები იყო, ახლა სიღარიბის ზღვარზე არ ვიყავით, მაგრამ არც საშუალოს რაც სტუდენტს რაც შეეფერება, მაგრამ ამით არც
ქვეყნის შიგნით მოგზაურობა დაგვიკლია, არც ჭამასმა დაგვიკლია და ჩაცმა დახურაზე ხო საერთო ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ ანუ ცხოვრების ხარისხი, ცხოვრების ხარისხი რაც ბევრად. რეალურად ყველა ადამიანს სურვილი და მოთხოვნილება, ანუ ეს უნდა იყოს ადამიანად იგრძნო თავის ცხოვრების ხარისხი უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი. შენი შემოსავლის რა მდიდარი პროცენტი ხარ, მიდის საკვებში და ტანსაცმელში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მაგალითად მახსოვს, რომ აქ როცა მუშაობდით, ჩემი ცოლიც ნორმალურ სამსახურში მუშაობდა და მეც რედაქტორად შემოსავალი ქონდა ისეთი, რომ ეხა არ ვიცი, რაღაცა მდიდრები და რაღაც არ ვიყავით, მაგრამ ჩემს ახლობლებში ახლობლებს რო გადავხედავდი ან ჩვენს წრეს, რა ვიცი, მაგაზე ცოტა მეტი ქონდა რაღაცა ზომიერად ღარიბებზე ცოტა. არა, ჟურნალისტი რო ხარ საშუალო კლასს წარმოადგენს, რომელიც აღარ არსებობს რაღაცნაირად. რო შეგიძლია რომ თვეში რაღაცა 1000 ლარი კრედიტი გადაიხადო, ძიძა აიყვანო, რაღაცა და დანარჩენი ფული საჭმელში დახარჯო და მე სამოგზაუროდ რაღაცა ფული ისესხო და მე არ მახსოვს რომ თვითონ თუნდე ისე გვეცხოვროს რომ რაღაცა ვალი არ აგვეღოს ან საწვავის სულ ფიქრობდით რომ აი ეს მანქანაში ამ გზაზე რო წავალ რამდენი ლარი საწვავი დაგჭირდება და რაღაცა ანუ მუდმივად მუდმივად რაღაცების გათვლასა და რაღაცებში და იქ ცხოვრების პერიოდში ახლა მანქანაც მყავდა დაზღვაში ძალიან ბევრ ფულს ვიხდიდი მაგრამ მიუხედავად ამისა რომ მაგალითად არასდროს არ შემიხედავს მანქანაში რამდენი დოლარის საწვავს ვასხამ, იმიტომ რომ იმდენად იაფი იყო. აი მართლა იაფი იყო, აი. და აი მაგალითად მანქანის ავზის გავსებისთვის მჭირდებოდა 27-28 დოლარი, რომელიც 100 ლარიც არ არის, ხო, რომ გადმოიყვანო და აქ ეხა სასაცილო, ეხლა წამოსულ ავსებ მანქანას 100 ლარი. არა, ვერა. ვერანაირად. არა, ზუსტად ვაიმე ხარ რომ ამავსებინა გუშინ. წამოსulis წინ. დიდი ხანია მანქანის ვაკი არ ამევსია. ამ ირანის ომის გამო ეს საწვავი იქაც ლამის გაორმაგდა და ბოლოს უკვე 10-12 დოლარით მეტი მიჯდებოდა საწვავის ჩასხმა, მაგრამ ის გაძვირებულიც კი ქართულ ფაზე ბევრად იაფია. ნუ რა თქმა უნდა, ხა ამერიკას თავისი ნავთობია, ბლა ბლა ბლა, რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ვიცი. ბევრი რაღაც შეიძლება აი ამ ფასების წნეხის მოხსნა მოსახლეობაში. მაინც უმგონია, რომ გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი ხარ, შენი პროფესიული ინტერესია და ისაც აკვირდება, მგონია, რომ კიდე მამა ხარ, რომელიც ცილეწლოვან ბავშვზე ზრუნავს, რომელმაც უფრო კარგად იცის. იმიტომ იცი მგონია კიდე ესე კარგად, თუნდაც კვერცხი რა ღირს თუ რძის ნაწარმი, რომ ეგ ზრუნვა იყო შენი, ხო? კი, მარტივად აქ მაგალითად ბავშვისთვის რო გვინდოდა მაგალითად ხორცის ყიდვა ან ბოსტნეულის რაღაცა, ბავშვისთვის ცოტა უფრო კარგს ყიდულობდით, იგივე ორაგულს, ნატურალური იყოს, უფრო ცოტა ძვირს ვიხდით, ცოტა ჩვენთვის სხვას ყიდულობდით. და მე აღმოჩნდა, რომ ის რძეც აქ რა ვიცი, კლინტიანი ყოფილა, ის ორაგული შეღებილი ყოფილა და ანუ ხო მართლა ეგრე არის და პირველი შოკი რაც მქონდა საქართველოსდან ფლორიდაში ჩასვლისას რძის პროდუქტების გემო. რძეს თავს დავდებ, აქ საერთოდ სხვა გემო, აქ რასაც ჩამოსვლისასაც იგივე პირველ. მაგრამ ეხა რომელი უფრო რძე არის? რძეს აქტიურად მოვიხმარდი იქაც. და რძეს აქ რძის გემო, ანუ რძეს როგორი გემო უნდა ქონდეს, გავიგე იქ. ფლორიდაში მართლა. აქ რო რძეს ვყიდულობ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არაფერი, ეხა თუ ვინმე ოჯახში გამოწველი ძროხას და იქ მოადუობს და სოფელსაც ხო. შენი გაქვს. კი, სოფელში მიცხოვს ის, მაგას არ ვეხმარ. მე ვამბობ, აი ბაზა იმაში სუპერმარკეტებში რაც იყიდება მასობრივი მოხმარების, ხო? აი ორაგულიც ხო ახსენე. ორაგული. ხო, ორაგულიც აქ ვერ ნახავ ორაგულს. არა, რასაც ნახავ, უბრალოდ იმდენად ძვირია, რომ ძალიან ხო, მაგრამ რასაც ორაგული აწერია და შეიძლება შეჭრა, ის ორაგული არ არის, ხო, ორაგული არ არის, ეგ ჯიში არ არის და არა, ორაგულიც არის, ოღონდ ძალიან ძვირი. კი. ნორვეგიიდან იმპორტირებული. მარტო ბავშვისთვის რო ყიდულობ, ერთი ნაჭერი რო 20 ლარი ჯდება. ჯანსა, ანუ ეს არ არის ხარისხიანი ცხოვრება არც ერთი ოჯახისთვის. როცა მშობელს უწევს, იფიქროს, რომ მხოლოდ ბავშვი გამოკვებოს. ანუ თვითონ რა დააშავა. მე თავიდანვე ვთქვი, რომ საქართველოში რძეს რაღაცა ჭირს, რო ჩავედი ფლორიდაში, რომ საერთოდ სხვა გემო აქვს მეთქი აქაურ რძეს. ნიკოს მოეწონა რძე? კი, რა თქმა უნდა. აქაური თუ იკაური? აქ ჯერჯერობით არსონს ხო რაღაცა, მოკლედ ესე არის, რომ მართლა სხვა ქონდა და
მე გასკდა სკლინტების მართლა სკანდალი. აი ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ეს სკლინტების სკანდალი იყო თავში დამარტყა რომ ამ ძროხებს ეთყობა ისეთ რაღაც საშინელებას აჭმენ რომ რა ვიცი ეს არ გამოდის ეს ერთი ან რა ვიცი წყალს ურევენ მართლა რაღაცას უკეთებენ ამ რძის რძეს ფხვნილის რძია ერთის მხრივ ანუ რაღაცნაირად მართლა იცვლება რა ალბათ და ეხა იმპორტირებული რძის ფას დავაკვირდი და ნუ იქ საერთოდ 12-13 ლარიდან იწყება მგონი ლიტრის ფასი იმპორტირებული რაც არის ევროპიდან და ქართული წარმოების რაც არის რა ვიცი 90% მე მგონი არც აწერია რომ რძე არის რაღაცა და თაზო ისევ უნდა დავბრუნდეთ აი პრეინტერვიუს დროს რომ საუბრობდით თუ გახსოვს მაინც თქვენ დაბრუნდით საქართველოში არ ვაპირებდით არ გააგრძელეთ იქ ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ კარგი ცხოვრება იყო ხო დამთავრდა სტიპენდია და წამოხვედით მაგრამ თქვით რომ მაინც არ ვისურვებდით იქ არალეგალად დარჩენასო ხო აი თუ გინახავთ იქ როგორ ცხოვრობენ დანარჩენი ქართველები და რატო არ ისურვებდი იქ არალეგალად ყოფნას ხო ჟურნალისტის თვალით კი აი ამიტომ გეკითხები რა თქმა იმიტომ ხო კი გეტყვით ამერიკაზე ზოგადად სულ მქონდა რაღაც იდეალისტური წარმოდგენები მაგრამ რა ეს ჟურნალისტურად რო გიწევს რაღაცების შეხედვა აქედანაც იქედანაც რაღაცა ბოლო წლებში ხო შედარება ბოლო წლებში ამ იდეალისტური შეხედულებით ცოტა შემეცვალა და იქ ყოფნის დროს მით უმეტეს რაღაცებზე წარმოდგენები საერთოდ შემეცვალა და ჩემს მეგობრებთან ამას რო ვამბობდი ხანდახან ესე მეუბნებოდნენ რომ ეხლა შენ ვინმე რო გისმენდეს ისეთი კარგი ანტიამერიკული პროპაგანდა შეიძლება ააგოს ვიღაცამ მაგრამ ნუ ეხლა არ არსებობს ეხლა იდეალური სახელმწიფო იდეალური სისტემა არსად არ არსებობს ეხლა ამერიკაში რო იდეალური სისტემა იყოს ხო მაგრამ გააჩნია რა განწყობით მიდიხარ ისთვის მიდიხარ და შენ რა გინდა და კარგი რა შეიძლება წამოიღო იქიდან ზოგადად რა განწყობითაც შეხედავ და რა გაქვს მიზნად ეგრე უნდა შეხედო ეგრე განაპირობებს ხოლმე ეგ ამბავი და როგორც ახვალ ხო და მე ახლა მაგალითად მართლა ჟურნალისტურ თვალით ვუყურებდი ყველაფერს და ხანდახან რო ვუფიქრები ცოტა დამღლელია ყველაფერში რაღაცა პრობლემების ძიება მართლა შეფასებითი თან კრიტერიუმი ხო ცოტა რთულია ეგ ადამიანურად იმიტომ რომ რაღაცებს ბოლომდე ვერ ირგებ რა და მე ახლა და მე და ჩემი ოჯახი თავს მართლა კარგად იმიტომ ვგრძნობდით რომ საბუთის პრობლემა არ ქონდა ლეგალურად ვიყავით ნუ შემოსავლის პრობლემა არ ქონია და არ ფიქრობდით როგორ ბინაში გიყავთ ანუ თავის გადარჩენის წინაშე არ თავის გადარჩენის წინაშე არ და ამის წინაშე არიან იქ ემიგრანტები განსაკუთრებით ვინც უსაბუთოდ არიან ჩასულები და ესეთიც ბევრია უსაბუთო ძალიან ბევრი განსაკუთრებით მექსიკიდან შესული და ეხლა ტრამპის პირობებში ხო ყოველდღურად მკაცრდება ახლა ბოლო რეგულაციების რაც არის რის შემოღებასაც აპირებენ რომ ლეგალური სტატუსით მყოფი ხალხისაც კი პრობლემას უქმნიან რომ ამას ვუყურებთ პერიოდულად ქვეყნდება ხო ყველამ დაახლოებით ვიცით რა ხდება ყოველდღურად რაღაცა მოლოდინი გაქვს რომ აი ახლა რაღაცა შეიცვლება ახლა რაღაც არ გამადეპორტონ ახლა რაღაცა არ მოხდეს და არ მოუყვე რაღაცა კი ჯერ სტრესი არის ძალიან დიდი სტრესი არის და პლუს მაგას იქ ადამიანები რომ მუშაობენ ანუ მე ამერიკაში ცხოვრობა იმიტომ მომწონდა რომ რაღაც საშუალო სტატისტიკურ ამერიკელთან ცოტა მიახლოებული ცხოვრობდით და რაღაცა აი სიკეთეს ვირგებდით რითაც შეიძლება ამერიკაში ისარგებლო ხო იქ რაღაცა იმოგზაურო რაღაცები ნახო და ასე შემდეგ შეიმეცნო და არ იმუშაო 24 საათი კი 24 შვიდზე არ იმუშაო იმიტომ რომ მაგალითად იქ ემიგრანტები რო არიან მართლა 24 შვიდზე მუშაობენ მე ვიცი ადამიანები რომლებიც 10 წელი გადაბულა 14 საათი მუშაობენ დღეში კვირაში 7 დღე ყავს მეგობრები ნაცნობები რომლებიც მართლა ეგრე მუშაობენ და ძალიან რთული მე მაგალითად ეგეთ ცხოვრება არ მინდა მაგრამ მაგ ადამიანებისაც მესმის იმიტომ რომ მართლა ძალიან გამოუვალი სიტუაცია უნდა გქონდეს რომ ეგ მართლა ანუ ხალხი ელოდება აქ რომ ან თან ესეთი წარმოდგენაც არის რომ რადგან წასული ხარ ამერიკაში ფული უნდა გამოაგზავნო ანუ აქ ელოდებიან უკვე ახალგლებს ზუსტადაც მე კიდე ისიც არის ვიზაც უნდა რომ გამოუგზავნო ზოგი იმიტომ წავიდა და არა იმას თან გვალდებულება აქ თითქოს ჩართული რომ მე რაღაც იმდენი გამოვიმუშაო რომ აქ ჩემი თავიც შევინახო და თან გამოვაგზავნო და რის ხარჯზე ახერხებენ ამას განსაკუთრებით ახალჩასულები რომ არის დღიური საათობრივი ანაზღაურება დღეს თუ არ იმუშავე ჩათვალე რომ $150 მინიმუმ დაკარგული გაქვს ან სადმე გახვედი დასასვენებლად გასართობად გარდა იმისა რომ თქვა გასართობად წახვედი და $200 დახარჯე ჩათვალე რომ იმ დღეს $200 დაკარგე დაახლოებით ან $150 ანუ ეს არ არის კუნძული სადაც გარანტირებული გაქვს სამსახური ჩახვალდა აი ვიღაცა შეიძლება რაღაცა წლების მერე აღწევს იმ ვითარებას რომ რაღაც ბიზნეს რომ აი
ეხა ჩემთავს მივეცი ერთკვირიანი დასვენების უფლება მეტიც ჩვენი წინასტუმარმა მაგალითად მანჰეტენზე რესტორანი გახსნა და თუმცა წინის წინასტუმარი ამ შესაძლებლობებს იძლევა ეს ქვეყანა მართლა იძლევა და ეხაც რომ მითხრა არჩევანი რო ქონდეს აი ლეგალურად მოწესრიგებული საბუთებით თუნდაც ისე რომ არ გეშინოდეს იქ საიმიგრაციო რაღაცების და ბავშვის სკოლაში ნორმალურად მიიყვანოს შენ ნორმალურ სამსახურს რა თქმა უნდა ვიცხოვრობდი ძალიან კარგი ქვეყანა და ამერიკაზე უკეთესი ქვეყანა ბევრი არ მეგულება მაინც და მაინც ხო მაგრამ ну აქ ემიგრანტებისთვის ძალიან დიდი გამოწვევები არსებობს განსაკუთრებით პირველ წლებში და მე პირადად არ ვარ მზად იმისთვის და არ ვიყავი არასდროს რომ ეს სირთულები თუნდაც 5 წელი გავიჭირო და თავი მოვიკლა იმისთვის რომ 5 წლის მერე რაღაცა ცოტა უკეთესად იყო ან თბილისში რაღაც ერთოთახიანი ბინა იყო რაღაცა ან ორი ბინა ვიყიდო ან რაღაცა ამის მაგრამ ვიღაცას უჭერთ ახლა ოჯახში იმდენი ვალები აქვთ ჯანმრთელობის გამო ვერ რამდენი ადამიანი მიდის იმისთვის რომ უბრალოდ ოჯახის წევრი თავი გადაირჩინოს ოჯახი თავის გადარჩენის საბოლოოდ ვის უხარია ზუსტად რასაც ვლაპარაკობთ ანუ ის რომ ამ ფასებს მოერიო ის რომ აქ თავი გადაირჩინო შენ შვილს ორაგული აჭამო უნდა წახვიდე რა ანუ სხვა გზა არ აქვს თორე ვის უნდა თუმცა ჩვენ ყოლია სტუმრები ვინც ვერ გაუძლო მაგ წნეხს ელენე მაგალითად ხო სადაც ამბობდა რომ მე თავს გრძნობდი მონად და ამას ვერ გაუძელი და პირველივე შემოსავალზე უკან გამოიქცა კი ძალიან რთულია მართლა რთულია აი ერთი შემიძლია გავიხსნო მაგალითად ნიუ-იორკში რო ვიყავით ჩვენი ერთი ძველი მეგობარი რომელიც იქ ცხოვრობდა რა სადღაც დაგვპატიჟა წავედით ერთად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამბობდა რომ იმდენი ხანია მუშაობო რაღაც ადგილებია მე თვითონაც არ მქონდა ნახე და მეც მიხარი ანუ ჩემთვისაც არისო ეს რაღაცის დათვალიერება რაღაცის შემეცნება იმიტომ მიუხედავად დრო არა აქ არც თავს არ აძლევ მიუხედავად ისა რომ ნიუ-იორკში ვცხოვრობ არ მაქვს დრო რომ ესე როგორც მინდა ისე გავიდე გამოვიდე იმიტომ რომ მართლა თავიდან მეც მქონდა ესე მაგალითად ეხა როა იყო რაღაცა წავედით სადღაც ესე road trip-ი მოვიწყეთ რაღაცა რამდენიმე შტატში მანქანით წავედით და რაღაცა 1-10 დღე დაგვჭირდა რომ დავიანგარში დაახლოებით თან ძალიან ისე შეზღუდული რესურსები მოგზაურობთ რაღაც ძვირიან სასტუმროში არ გავჩერდით რაღაცა ცოტა იაფიან და რაღაცა ეხა რო დავფიქრდით რაც დავხარჯეთ აი ამ road trip-ში დაახლოებით ერთი ცოტა $2000-ზე მეტი ხო მე რო დავფიქრდი ის ერთი კვირა რომ მემუშავა თქო რამდენს გამოვიმუშავებდი $1000 მაინც ხო გამოვიმუშავებდი თქო და აღმოჩნდა რომ $3000 ესე გაფრინდა. ემიგრანტი ხო დაკარგი, მაგრამ დაკარგა შენი სიამოვნებისთვის და ემიგრანტი როცა ხარ ოჯახი ხოსარდება, მაგას არ გაგდებ, ადგები და იმ $3000 აქეთ გამოგზავნი და შენ ის ერთი კვირა მუშაობაში სული ამოხდება და ყველა ემიგრანტის აბსოლუტური უმრავლესობა მართლა ისე არის ხა რამდენი დედავიცი, მამა, ეხა ბევრი მამა არის ბოლო დროს წასული განსაკუთრებით, აი რამდენიმე წელში. ბოლო წლის ტალღებში ეს მამაკაცების წირმაც გაიზარდა და მე მყავს ახლობელი, რომელიც თქვათ ცხოვრობს ფილადელფიაში, იქ სახელოსნოში და სამი შვილი ყავს აქ დატოვებული და მართლა 24/7-ზე მუშაობს და თავისას ვერ აძლევს ახლა იმის ფუფუნებას, რომ ერთი კვირა დაისვენოს, იმიტომ რომ თან შვილები ყავს აქ. ერთი სული აქვს, როდის ჩამოვიდეს აქ და რის გამოაკეთებს ამას? იმის გამო რომ აი ამ თავის სამშვილს რაღაცა ელემენტარული შეუქმნას, იმიტომ რომ მისაწვდომი გახადოს მაგრამ შეუქმნას, ანუ პროდუქტებზე დედას, რომელიც ალბათ ამ ბავშვებს ზრდის, მიუწვდებოდეს ხელი, რომ ის ხუთლარიანი რძე იყიდოს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იყიდის. და ძალიან რთული არის ზოგადად ოჯახის რჩენა და ეს ემიგრანტები რომ მიდიან მე თავს ემიგრანტად არ ვგრძნობდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან მოკლებადით ვიყავი, ჩამოვიდი და ესე ვინც არის აი მართლა გაუსაძლეს პირობებშია და ორმაგად აი ცინიკური და შეურაცხყოფელია რომ აქედან კიდე რაღაც დამატებით წნეხს და შეზღუდვებს აკეთებენ, იმიტომ რომ თურმე რა ვიცი უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარია ემიგრანტი რომელიც აქ ვიღაცის დასახმარებლად ფულს აგზავნის და საარჩინო უფლებას უზღუდავენ ადამიანებს რომლებსაც იქ უმრავლესობას იქ მომავალი არ აქვს და ვერ ექნება და ყველას მიზანი არის რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს თუნდაც 5 წლის მერე 10 წლის მერე ან ერთი ბინის ყიდვის მერე და ამ ადამიანებს რაღაცნაირად დაბრუნების შესაძლებლობები აქაური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან რიცხავენ და რაღაც მართლა ნამუსგარეცხილი ადამიანები აყვედრიან რომ საფრთხლობით კბილების გასაკეთებლად ჩამოდიან რაღაც მესჩანურ რაღაცებზე მესჩანური დამოკიდებული რაღაცა დასამარხად ჩამოიყავთო და რაღაც ამაზრდნენ რაღაცებს ამბობენ მარტო დასაფლავება უნდათ აქ კი და კბილების გაკეთება აი მართლა რომ
ადამიანი როცა ამდენ თბილის ფულის გამო მართლა ყველაფერი თვითონ აქ ყველაფერი თბილისს იკადრეს, გაგიფუჭდება მართლა. ალბათ, როცა ამდენ შრომობ, ხო? იქ ხო რო შრომობ და მუშაობ ამდენს, ხო ორმაგი ფიზიკურად დატვირთვა გაისახება. ფიზიკური კი. და რა თქმა უნდა, რომ კბილიც გაგიფუჭდება, ჯანმრთელობაც გაგიფუჭდება ამას და შეიძლება დავამატეთ, რომ დასაფლავებაც საბუთის პრობლემა ვისაც დაგჭირდეს. აქვს, დაზღვევა არ აქვს, არ აქვს, დაზღვევა არ აქვს და დაზღვევა. ვისაც აქვს უძვირესი აქვს და ის დაზღვევა ვისაც აქვს და ვისიც ბევრს იხდის, მაინც იმდენი გადასახადი მოდის, რომ რთულია და გასაგები არის ეს რატომაც ხდება და და იმ კბილსაც კაცო თავისი ფულით იკეთებენ ჩვენი რა დაზღვევა რამეს თქმა კი არ უნდა, უნდა პირიქით, ზღაურებს. ისე უყვართ ჯანდაცვა. კლინიკებს, ჩვენ და კლინიკებს, თავიანთი ქართველი ამ ემიგრანტები. ქართული ოცნებებასთან დაახლოებული და თვითონ პარლამენტარების სამშენებლო კომპანიები ხო ვერ მეტყვით როგორ შოულობენ ფულს სამშენებლო კომპანიები. ზუსტად. აი როგორ შოულობენ ფულს და მიიყიდულოს მათ ბინებს. ძალიან საინტერესოა, ხო? მთელი მათ და ძალიან ბანკები, გადარიცხვების სისტემები, ძალიან ბანკები როგორ გაპრანჭულ მუშაობს. მარკეტინგის ჰედებს, რომ ძალიან გაპრანჭული სარეკლამო კამპანიები აქვს მორგებული ემიგრანტებზე და მათი მფლობელები რომ რაღაც საშინელებებს აკეთებენ პარლამენტში ემიგრანტების წინააღმდეგ და თვითონ აქ გაპრიალებულ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ბინა მიყიდონ ემიგრანტებს და მართლა ემიგრანტებზე აქვს მორგებული ყველანაირი პირობა. კი, აბა საქართველოში როგორ უნდა იყიდო? ემიგრანტები ცოცხლობენ ეს ბიზნესები, კი, გეთა. ოცნების ბიზნესები. თაზო, მგონია რომ განათლების სისტემასთანაც მოგიწია შეხება. მგონია კი არა, ნიკო იყო 4 წლის და სადღაც ატარებდი. ეგ მე პატარა შედარებაც გავაკეთოთ რა. აი ბავშვებზე მორგებული ქალაქი როგორი სისტემაა და ნიკო იყო დაწყებითი სკოლის პირველი საფეხურის მოსწავლე. იქ ბოლო 1 წელი და საქართველოში წამოსვლის წინ დაიწყო სკოლების მოძიება. საჯარო სკოლა თავიდანვე ამოვრიცხე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ საჯარო სკოლაში როგორ მივიყვანო ბავშვი. მეორე ცვლაში და მესამე ცვლაში რატო უნდა მივიყვანო ბავშვი? დღე და ღამე რატო უნდა ავურიო? დილაცხოა თუ არა? მარტო პირველი კლასები. რაღაცა კლასებში და რატო არის? ვინმე ხო ვერ მეტყვის, რატო არის იძულებული პატარა ბავშვი ამდენი ათასობის სკოლის მოსწავლე საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მეორე და მესამე ცვლებში რატო უწევთ სკოლებში სიარული? მეორე და მესამე ცვლებში. იმიტომ რომ სკოლები არ ყოფილ. დაანგრიეს სკოლები, არააშენეს სკოლების და ბაღების ფულები საწავი და შეჭამეს, ზოგმა ოქროზოდები დაიდო სახლში, ზოგმა რა და ჯერ ერთი არგუმენტი ეს, რომ რატომაც საჯარო სკოლა არ მინდოდა და მე პლუს უსაფრთხოების ამბავი, სერიოზული გამოწვევა, გადატვირთული კლასები და ასე შემდეგ და ყველა თანამედროვე კვლევა აჩვენებს, რომ სკოლაში სწავლა ეფექტიანი არ არის თუ ბავშვების რაოდენობა სადღაც 20-ზე ზემოთ არის და ეხლა წარმოიდგინეთ, არ ვიცი, საშინელი ანუ რო ვეცნობი ახლა როგორც ჟურნალისტმა ხო ვიცი რა ხდება ამ სკოლებში და ახლა არ მინდა რომ ძალიან ესე გამომივიდეს ამ წნეხი ამ მასწავლებლებზეც, მაგრამ არ ვიცი, მასწავლებლებს რომელსაც არ შეუძლია ძალიან დიდი ბოდიში ყველა პრინციპულ ადამიანთან და მესმის მათი გაჭირვებისას და არ მინდა რომ ჯოხი მათზე გადაწყდეს, მაგრამ მასწავლებლებს რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგ გაუწიოს რესურს ცენტრიდან დანარეკს, რომ თუ შენ ახლა არ ჩაჯდები მარშრუტკაში და 5 საათიან გზას არ დაადგები თბილისისკენ რაღაცა ივანიშვილის 5 წუთიანი რაღაცა ღონისძიებისთვის, რომელსაც ვერც მიუსწრებ და სასოფში გაიჭედები და მე უკან მოგიწევს დაბრუნება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვისაც არ შეუძლია, მან რა უნდა ასწავლოს ჩემთვის, მართლა არ ვიცი. ეგ ხალხი რაღაცნაირად უნდა მაგრამ არ ვიცი, რაღაცნაირად რთულია. მოვაქციოთ. ჩემი ოჯახის წევრებიც არიან მასწავლებლები, ჩემი მეგობრები, მშობლები არიან მასწავლებლები, მართლა მესმის, მაგრამ მესმის და აი რაღაცნაირად ყველა არ დადის, ყველა არ მიდის. ყველა არ დადის, მაგრამ მე ზუსტად და ვიცი, ვინც ჩემი არ დადის, მაგრამ ჩვენ უნდა მივიდეთ. ბოლო შეკრება რა იყო, მაგრამ მართლა ანუ გული მომიკვდა მართლა მასწავლებლები რეგიონებიდან განსაკუთრებით წაიყვანეს მარშრუტკებით და დიდი დიღმის საცობში შემოსასვლელში იყვნენ გაჭედილები, როცა ქართული ოცნების ღონისძიება დამთავრდა, დაატრიალდა მარშრუტკა და წაიყვანეს უკან. ამდენი საათი ვისთვის და რისთვის იყო ეს ხალხი მარშრუტკაში, ვინმე მახსნას, რატომ, რისთვის? არ ამგონია მარტო მასწავლებლებზე შევაწმინდოთ ხელი, ცოტა საზოგადოების ბრალიც არის, მშობლების იმ ბავშვების, ანუ მარტო მასწავლებლებს არ უჭირთ, ანუ რა თქმა უნდა, ყველას უჭირთ. საზოგადოებას მთლიანად აქვს რაღაც შედარებებზე როცა ვსაუბრობდით, კიდევ მინდა ერთ რაღაცას გამახვილო ყურადღება. ფლორიდაში ასევე ჩვენ
ცოტა დაფინანსების სხვა სისტემა არის ამერიკაში. კონკრეტულად ქალაქს, კონკრეტულ შტატს, კონკრეტულ ქალაქს და კონკრეტულ უბანს რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს იქონების გადასახადს როგორი ხდიან. მაგის მიხედვით არის სკოლების შესაძლებლობები. ანუ დიდრულ უბნებში ცოტა უკეთესი სკოლებია, დიდრულ ქალაქებში უკეთესი სკოლებია, ცოტა ღარიბულში შედარებით ნაკლებად შესაბამისი. კაპიტალისტური ქვეყანაა, ასე უნდა თუმცა, ასე არის მოწყობილი. ჩვენ ცხოვრობდით, ახლა წარმოიდგინეთ, ტამპა არის რაღაცა ფლორიდის შტატი არ ითვლება მაინც და მაინც ტოპ განათლების სისტემის მქონე შტატად. ამ შტატის კიდე რაღაც პერიფერიულ ქალაქის ცოტა გარეუბანში, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი გარეუბანში, ანუ არ ვიყავით რაღაცა მაინც და მაინც კარგ უბანსა და კარგ სკოლაში. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ სკოლის ინფრასტრუქტურა, პირობები, სწავლის მეთოდები, ყველაფერი თავს დავდება, ოღონდ ეგეც შესწავლილი მაქვს როგორც ჟურნალისტს და როგორც მშობელს. თბილისის ნებისმიერ საშუალო დონის კერძო სკოლაზე უკეთესი თუ არა და არაფრით არ ჩამოვარდებოდა. მართლა ჩემი შვილი ისეთ სერვისს იღებდა ამ უფასო საშუალოზე ნაკლები საჯარო სკოლით, რომელსაც აქ ბევრ კერძო სკოლაში ვერ მიიღებდა, რომელშიც უნდა გადაიხადო 10,000 ლარი და ბოლო ძლივს ვიპოვეთ რაღაცა ისეთი სკოლა, რომელიც მიახლოებული იყო იმ სტანდარტებთან. და ამ სტანდარტებში რავს გულისხმობ? კი, აქ თბილისში, ანუ ისეთი სკოლა ვიპოვეთ ძლივს, რომელიც მიახლოებული იყო იმ სტანდარტებთან, რაც იქ იყო და ოღონდ რომელშიც თვეში უნდა გვეხადა სადღაც 8-9,000 ლარი თუ რაღაცა. დაახლოებით ეგეთი სწავლის გადასახადია. უნდა მოერგოს გარემოს. თავარი არის, ბავშვი იღუძებს დილას, როგორია, ანუ ბავშვის ბიოლოგიური საათი ადამიანს როგორ არის მოწყობილი, რომ დილას იღვიძებ რაღაც აქტიური ხარ, მაგ დროს უნდა წავიდეს ბავშვი ისაუზმოს, წავიდეს სკოლაში, მოვიდეს, გაერთოს სპორტი, დაკავდეს, ითამაშოს და საღამოს დაიძინოს, ხო? ბავშვი 2 საათზე წავა, სკოლიდან მოვა, შემდეგ სპორტზე წავა, რისი თავი უნდა ქონდეს, ან რა უნდა ისწავლოს, ან მისი ჯანმრთელობა როგორი უნდა იყოს, რა ძილის რუტინა უნდა ქონდეს ბავშვს. ეხლა შოკის მომგვრელი ის იყო კიდე რომ ჩამოვედი ახლობლის ბავშვები ნახეთ და სადღაც საღამოს 10 საათია და ბავშვებმა თქვა, 10 წლის ბავშვებზე მაქვს საუბარი, ახლა ერთმა თქვა, რომ ფეხბურთზე მივდივარ, მეორემ თქვა, ცეკვაზე მივდივარ. ხამის 10 საათია და მეთქი, ახლა ხამის 10 საათზე რა ცეკვა, რა ფეხბურთი და აბა ჩვენ ახლა მეორე ცვლა ვართო და დღისითო ვერ მივდივართ და მოგებული ესეა. ეგრე არის. ცვლის ბავშვებისთვის ალბათ ცალკე როგორ უნდა კი, იცეკვო ხო? ძალიან ბევრი მშობლისთვის ეს არის ძალიან ნაცნობი. მუსიკის, ცეკვის, 10 წლის ბავშვი 10-ზე ძინავს. ფეხბურთის წრეები არის ხამის 10 საათზე. მართლა ეგრე არის მოწყობილი. მე ახლა კონკრეტულად ქუთაისის მე არ მყავს ახლა პატარა, აი თქვენ გყავთ ყველა. კი, აი ეგ იყო შოკის მომგვრელი და რა ვიცი 10 საათზე ჩემი ბავშვი მეორე სიზმარს ნახულობს ალბათ, იმიტომ რომ 9-ის ნახევარზე იძინებს და ეგრე არის მისი რუტინა აწყობილი და ასევე Facebook-ზე წერდი და მინდა ამ თემას აუცილებლად შევეხო. ბავშვთა კვების საკითხი. ეს ამერიკაში რა თქმა უნდა კვება რთული ამბავია, იმიტომ რომ გააჩნია იქ რა სჭამენ და როგორ ჭამენ, მაგრამ საჭმელი არის ხალხო ისეთი ხელმისაწვდომი, ან კვება და ჩვენს ქალაქში, მაგალითად ჩვენი ქალაქის ამ სკოლებში დაწყებით კლასებში იყო კვება უფასო, დაწყებითი და ამას თვითონ ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებდა და ამ საჭმელში შედის ახლა რა თქმა უნდა იქ ნახევარს ბავშვი არ ჭამდა, იმიტომ რომ არ მოწონდა იქ ორსაკვები, მაგრამ რაღაცას ისეც იპოვიდა დღის განმავლობაში, რომ ჩვენ რო ლანჩი საქმე შერი არ იქნებოდა, მართლა იქ ხილიც ქონდათ, იოგურტიც, ბოსტნეულიც, ტკბილიც ალბათ, ტკბილეულიც, რაღაცა, ან შერი არ იქნებოდა. რომ არ წაიღო და პლუს ამას ყოველთვის ანდრიას არა, ანდრია საჯარო სკოლაშია და მსგავსი არაფერი. თუმცა ეხლა ხმების შეგროვება იყო მეტროსთან, მე თვითონაც დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ სკოლებში უფასო კვება რომ უნდა იყოს, ამაზე მიდის დიდი ხანი ამბავი. სადაც უფასო არ არის. ან და იქ მიწერილი იყო ზედა კლასებში უფრო, იქ ზედა კლასებში არ იყო უფასო კვება და ლანჩის მენი ღირდა $1 თუ $2 თუ $2-3 ფარგლი. ანუ ეს ფასიანი ნაწილი რაც იყო და ანუ ისეთია რა ქვია, ანუ $2 ახლა ძალიან ხელმისაწვდომი ფული არის იქ და ანუ მშობელს არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ეხლა ჩემი შვილი დღეს მშერი იქნება და იგივე სკოლის ფორმებზე. ამაზეც აუცილებლად რაღაცას აბსოლუტური სიმახინჯეის დანერგვას რომ აპირებენ და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამას ქართული მშობლები და არავინ არ აყვება. როგორი იქნება მშობლების საზოგადოება. მე მშობლების იმედი უფრო მაქვს ამ შემთხვევაში, რომ აი მაგალითად რო არ გავუშვა ფორმით რა მოხდება? მე შენი იმედი მაქვს. განათლების უფლებას შეუზღუდავენ ბავშვს? მართლა მაინტერესებს. ანუ რატო უნდა ვუყიდო 100 და 120 ლარიანი ფორმა ბავშვს?
ან რამდენი უნდა უყიდო? რამდენი უნდა ვუყიდო? მართლა ეგ რამდენი უნდა მაინტერესებს. ვუყიდო, იმიტომ რომ უფრო მეტად. ბავშვები ხო, არ ვიცი, თამაშობენ იქ უხეში თამაში იციან, იქ მიწაზე გაგორდებიან. არა, უნდა რაღაცა და გაგორდეს, უნდა იხელა, ითა. კი, მართლა არა, ეგრე ჩემ უნდა შვილს იყოს, ეხლა მაგალითად არ უყვარს ტანსაცმელი, რომელიც არ არის მისთვის წარმოიდგინე კომფორტული. 100 ლარიანი და ფორმა. პრაქტიკული და ანუ რატო ვზღუდავთ? არა, გასაგებია რომ ბევრ თან სკოლას აქვს ცენტრა- ფორმა, მაგრამ თან ცენტრალიზებულად რო ხდება. ჩვენც ვალდებული ვიყავით, რომ ბავშვს ფორმა ქონოდა და გვითხროს რომ ფორმა, მაგრამ რა არის ეს ფორმა? რამდენიმე ვარიანტი იყო, რომელსაც ყველაზე იაფ მაღაზიაშიც კი იყიდა. ანუ ეგ არ არის ცენტრალიზებული. ანუ უნდა ეცვას ჩვენ სკოლაში ესე იყო, ლურჯი, ყვითელი ან თეთრი მაისური, ლურჯი ან ხაკისფერი შარვალი ან შორტი. მხოლოდ აჰ, ფერები იყო ესე ფერები იგი. იყო და როგორც გინდა, სადაც გინდა იყიდე, იქ იყო მითითებული რომ არა ჯინსი, არა ესეთი მიხეული, მოხდა რაღაცები, ანუ ფერები იყო უბრალოდ. იქ შენ რომელი კომპანიისას, რომელი ბრენდის ეს თან ყველაზე იაფიანი, რა თქმა უნდა, ცოტა ძვირიანი შეგიძლია იყიდო, მაგრამ ყველაზე იაფიანი ფორმა. $5, $6 მაისური, $6-7 შარვალი და წარმოიდგინე, ჩემი შვილი თვეში ერთ შარვალს ხევდა მაგალითად, მაგრამ ეხლა რამდენჯერ ყოფილა რომ სკოლიდან გამოხეული მუხლებით მეთქი რა ვიცი კიდე გახიე? კარგი, გამოხეული მუხლით მივიყვანე მაღაზიაში, ვუყიდე $7 ახალი შარვალი და ეგ $7 არ მაწევს ტვირთად. ეხლა რა სიზონს $80 ლარიან შარვალს თან 80 ლარი რო დავწერა, ხალხმა დამცინა, ძალიან ისეთ წარმოდგენა გაქვს 80 ლარი არ იქნება, მეტი იქნება. კარგი, 100 ლარიანი შარვალი. რო გახევს, რა გავუკეთო? კიდე 100 ლარიანი ვუყიდო? ანუ ამაზე არ ფიქრობენ ეს მშობლები, მართლა მაინტერესებს. მე მაგაზე რა არგუმენტია? მე სერიოზული პროტესტი მაქვს. მაინც ხო ყიდულობთ სასკოლო არ ყიდულობ 100 ლარიან შარვალს ბავშვისთვის. არა, ნამდვილად. ჯერ ეს ერთი ვიღაცა ყიდულობს, მაგრამ ვიღაცა მისცემს ვისაც რა შეუძლია და რა უნდა ახლობელი, ანუ ყველა ხო ვერ ყიდულობს. ანუ არის ადამიანები, ვინც ვერ ყიდულობენ. და ნათხოვარი ტანსაცმლის ან მეორად ყიდულობს რაღაც. მაგრამ ისა რომ ყიდულობ, იმას მე სხვა განაცაცმა სკოლის ფორმით ყველგან ვერ ატარებ ახლა. ხო, ანუ ის მაინც უნდა იყიდო. რა თქმა უნდა, იმას არ იცვლის არანაირად. ასევე ჩვენ სკოლას ქონდა, რასაც დავამატებ, საკვების ბანკი, ესე რომ ვთქვა, საკვების მარაგის ის და ყოველ კვირა მოგვდივდა მეილი, რომ ჩვენი საკვების მარაგი შეიფსო რაღაცა პროდუქცია და შეგიძლიათ დღეს წაიღოთ. ანუ სკოლიდან გატანდნენ? სკოლიდან კი, რა თქმა უნდა, კი, ანუ ვისაც ბავშვს წაუღეთ? კი, თუ არა, თუ გინდა შენთვის წაიღო, ანუ ბევრი გვაქვს და წაიღეთ. კი, რაღაცეები გვაქვს, მაგალითად კონსერვები თუ რაღაცა არა მალფუჭებადი პროდუქცია ძირითადად, რომ გვაქვს და შეგიძლიათ წაიღოთ. ანუ გვაქვს ტანსაცმლის მარაგი და შეგიძლიათ მოხვიდეთ და არჩიოთ და წაიღოთ რაც გინდათ და ანუ ეს სკოლა ზრუნავს არა მარტო იქ რა ხდება ადგილზე რა ხდება სახლში და ბევრი შესაძლებლობა იყოს ყველგან სადაც არ უნდა მივედით ეხლა რამდენჯერმე დამჭირდა საბუთების შევსება იგივე თქვა ექიმთან რეგისტრაცია იქ ვაქცინაზე ბავშვის მიიყვანა თუ რუტინულ რაღაცას შემოწმები და ოჯახის წევრების იმას რო წერდი გინდათ პირად ჩემს ექიმთან რო ყოფილიყავი და რო წერენ რომ ოჯახის წევრები მიხარ და ხო ოჯახში რამდენი ხარ და ვინ ხარ და რა საკის და იქ რო წერდი ბავშვი 5 წლის შემდეგი კითხვა იგრევე ყველა შენ ბავშვს რამე საჭმელი ხوار გჭირდება საკვების ვაუჩერი ხوار გინდა ბავშვისთვის საკვები ხوار გაგატან ტანსაცმელი ხوار გინდა ანუ ამას რუტინულად გეკითხებიან ყველგან ყველა ფეხის ნაბიჯზე სკოლაში არა ნებისმიერ დაწესებულებაში სადაც ბავშვს ახსენებ რომ და ეს არ არის ეს ზედაპირულად ნათქვამი არა მართლა ერთი რო თქვა რომ არა ჩვენთან მხოლოდ აბორტების აკრძალვით უნდა შეიცვალოს დემოგრაფია და სინამდვილეში იმდენად კომპლექსური არის ბავშვის არსებობა და ყოლა ჩვენ ქვეყანაში და ისეთი გამოწვევა რა ვიცი აბორტის აკრძალვა არ მგონია ისეთ ქალაქსა და ისეთ ქალაქსა და შტატზე ვამბობ რომელიც არ არის ეტალონი რაღაცა სოციალიზმისა და რაღაცა ხო ანუ არ არის თქვენ ლაპარაკობთ საკუთარი გამოცდილებით ანუ ის რაც თქვენი თვალით ნახეთ მაგალითად ყავს მეგობრები მაგალითად ნიუ-იორკში გაცილებით ბევრი ბენეფიტები აქვს და გაცილებით სხვა შესაძლებლობები აქვს და ასე შემდეგ და ძვირიც არის ცხოვრება მაგრამ სკოლის ბიბლიოთეკა სკოლის კი არა ქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაზეც არ შემიძლია არ თქვა ერთი ორი სიტყვა ანუ იმდენად ხელმისაწვდომია და იმდენად მრავალფეროვანი სკოლის ბიბლიოთეკიდან ვიდეო კამერების კი არა კომპიუტერების თხოვებას შეგიძლია ანუ შეგიძლია გამოგატანონ GoPro კამერები დრონები ანუ და აქვს რა მილიონი პროგრამები შემეცნებისთვის რაც საჭიროა მართლა შენ განვითარდე ანუ შეგიძლია მიხვიდე და თქვა რომ რაღაცა მინდა რომ კამერა ვითხოვო ერთი კვირით ორი კვირით და გამოგატანენ
კომპიუტერი მინდა ვითხოვო და ანუ რაღაცნაირად ზრუნავენ რომ შენ მუნიციპალიტეტი რასაც უნდა აკეთებდეს. კი მის მოქალაქეზე ზრუნავდეს. განსაკუთრებით. ამ ზრუნვას გრძნობ ყველა ფეხის ნაბიჯზე და ისევ და ისევ მიუხედავად იმისა რომ ფლორიდას არ აქვს მაინც და მაინც კარგი სახელი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ უკეთესებიც კი არსებობს. მიიჩნევენ რომ რაღაცა ევროპული სტანდარტით ნაკლებად ადამიანზე მორგებულები არიან, მაგრამ არ ვიცი. ანუ ველურ კაპიტალიზმს ეძახიან მართლა ასე რომ დაელაპარაკები საქართველოს ადამიანს რომ ამერიკაში ველური კაპიტალიზმია და რაღაცა. ჩემი აზრით ველური აქ უფრო არის მართლა, იმიტომ რომ გინდაც ბიზნესის პასუხისმგებლობა აიღე, გინდაც არ ვიცი, ბევრი მიმართულებით რა. აი ამ განსხვავებებს რომ ხედავ, ანუ მესმის რომ ამერიკა მდიდარი ქვეყანა, შემოსა, მაგრამ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. მაგრამ ჩვენ ხო დამოკიდებულებაზეც ვსაუბრობთ. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, კი, რა თქმა უნდა. ბავშვისადმი, მისი ოჯახისადმი და ასე შემდეგ. აგიტოა. ნიკოს ამბავი მაინტერესებს. აქ რო ჯერ სკოლაში არ არის ვიცი. მეგობრები იქაურ გარემოს როგორ შეეჩვია და ხო არ გაუჭირდა რომ ჩამოიყვანე. არა, ეს უფრო მშობლიური გარემოა, მაგრამ მაინც. ნუ ერთხელ გაჭირვებია უკვე ჩანთას ვერსად ვერ წაიღო ზოგადად ბავშვის ხო საინტერესო ბავშვი რას ხედავს განსხვავებულს იქ და აქ. ანუ რა თქმა უნდა იქ მეგობრები ენატრებად ასე შემდეგ ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ თავარი განსხვავება რაც დაინახა პირველი შოკი რაც ქონდა რომ ამდენ ისო რატო ასიგნალებენო ამდენსო ქუჩაში და ყურებზე ხელს იკიდებდა, იმიტომ რომ მე მანქანას იქაც ვატარებდი და მართლა ესეთი მე არ მახსოვს რომ ქუჩაში მეჩხუბოს ვინმესთან მანქანის ტარების გამო. ანუ ან მოესიგნალებინოს ვიღაცას, ან რაღაცა უხეშად გზა მოეჭრას, ან მაგალითად ტროტუარიდან ფეხს ჩადგამ, თუნდაც ისეთ ადგილას, სადაც არ გეკუთვნის გადასვლა, თან კანონი როგორი აქვს. თუ ისეთ ადგილას დაგეჯახა მანქანა, სადაც შენ არ უნდა ყოფილიყავი, მანქანის მძღოლს მაინც და მაინც პასუხისმგებლობას არ აკისრებენ, როგორც საქართველოშია, რომ გინდა თუ არ გინდა მძღოლი არის ყველაფერში დამნაშავე, ხო? ცოტა კანონმდებლობა ესეთ, მაგრამ მოძრაობა ჩერდება, მართლა ჩერდება, ან მინახავს, რომ ეს მოძრაობა აი ესე გაჩერებულა და ეგეც იმ ფონზე, როცა ფლორიდაში სიკვდილიანობა ტრასებზე არის ყველაზე მაღალი ამერიკის მასშტაბით და არ ითვლებიან კარგ მძღოლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ქუჩაში მძღოლებთან არ მიჩხუბია. საქართველოში მახსოვს რომ აქ გლდანიდან მარჯანიშვილამდე სანამ მივდიოდი, არ ვიცი, ერთ სამჯერ ჩხუბს ვასწრებდი გინებასაც, რა ვიცი, წყევლასაც. ყველაფერს. ნიკო რა საყვარელია. მანქანაში ეს ბავშვისთვის რამხელა სტრესია, როცა უყურებს რომ მამას უწევს ჩხუბი. ანუ ეს ბავშვები ყველა ცოდვები არიან ამ დროს. შუქნიშნებზე შეამჩნია რომ რაო. ბევრი რაღაც ადგილებში, ისეთ ადგილებში არის გადასასვლელები, სადაც შუქნიშნები არ არის და მანქანები არ ჩერდებიან და ერთი-ორჯერ ესე ხელს შევყო და მანქანებს შორის რო გავირბინე, შოკირებული ვარ, რატო გავრბივარ, სად გავრბივარ, მანქანას რატო ეჯახებით? რაღაც ეგეთ რაღაცებს ამჩნევს და რაც 6 წლის, 5 წლის, რამდენი 6 ხდება უკვე და რაღაცა მსხვილი ტურისტები უყურებს რაღაცებს. ხო, განასხვავა. არა, ესე იგი სანამ აქაურობა შეეჩვევა. იმიტომ რომ აი თქვენც იყავით 2 წელი და აი რაღაცა კარგ ცხოვრებას უფრო ეჩვევი თუ ცუდ ცხოვრებას. ო, რა თქმა უნდა, ხა კარგ ცხოვრებას ეჩვევი ადამიანი, მაგრამ ეხლა ჩემთვის რაღაცები იგივე ინფრასტრუქტურული პრობლემები ძალიან ცნობილია ახლა და დიდად ეხლა რო ჩამოვიდი მაგალითად არ გამკვირვებია რაღაცები და აი ბავშვმა დაიწყო ლიფტისა და ესკალატორის მოკითხვა. ხო, აი რატო არ არის და ეს ჩანთა როგორ ავიტან, მე ვთხარი შენ არ უნდა იტან, მოდი მე მოვკიდებ ხოლმე და ეხლა მე ავიტან და იმიტომ რომ არ ვიცი, მიჩვეული იყო რომ თავის ჩანთა თვითონ და ეტარებინა და ანუ ის რაღაც დამოუკიდებლობის ხარისხი, რასაც ქვეყანა ასწავლის პატარაობიდანვე, აქ უყურებს რომ მშობელი ართმევს დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ შენ არა ვერ აწევ, მე უნდა ავწიო, ხო? ანუ აი რამხელა მე რეალურად მენტალური სხვა ტიპის მენტალობით იზრდები, ხო? დიდი კონტრასტი არის ასევე ეს დამოუკიდებულება ზოგადად აი ქუჩაში რასაც მე ვატყობ, აი ცოტა მეტი აგრესია და რაღაცა იგრძნობა ტრანსპორტშიც, ქუჩაშიც, მაღაზიაშიც. ადამიანები ძალიან დაღლილები. იმიტომ რომ აი იგრძნობა რომ ვიღაც არის ძალიან ნერვებმოშლილი და სტრესილი და შენთან რო გადაკვეთა უწევს, შეიძლება ის ბრაზი შენზე ამოასხოს. ძალადობრივია გარემო ძალიან და ეს არის ძალიან შესამჩნევი, იმიტომ რომ ამ ამერიკელებზე კი ამბობენ რომ სულ გიცინიან ყველაფერზე ბოდიში, ყველაფერზე მადლობა გიღიმიან და ეს არის ყალბი და ნუ ამერიკელებმა იციან ყალბი მოკითხვა, ყალბი მისალმა, მაგრამ ეხა ესე რო შევხედოთ რომ
მე მათ ვიღაცას რომელი ჯობია, მაღაზიაში ხო? ან ქუჩაში ვიღაცას გადავეყარი წამში ან ხარი გავკარი ან მივესალმე რაღაცა სიტუაციაში, ხო? ანუ იმ წამს მაქვს გადაკვეთა და იმ წამს მაქვს რაღაცა ემოციების გაცვლა, ხო? ანუ რეაქცია, ხო? რეაქცია და შეხება. ეს პოზიტიური შეხება როცა რაღაცა ხარს გაკრა და ლამაზად ბოდის მოგიხდის, გაგიღებს, კარგ დღეს გისურვებს, გაგიცინებს, მეტი შეხება ხო არ მაქვს, ეხლა ყალბია თუ რა არის, რაში მაინტერესებს, ხო და იყოს ყალბი და არ მომიშალოს ნერვი და ნამდვილად, ანუ რა ვიცი, ვიღაცას ეხლა კულტურა, ავტობუსში რაღაც მაგალითად ჯდილობა კულტურა, რა უბრალოდ, ერთგვარი, რა რა. ვიცი, ჯდილობა ავტობუსში ქვია მაგალითად მაგას ჩემთვის დედისტოლა ქალს უთქვამს, რომ რას დაყუდებულ ხარ აქ? ამ ხელა ხარ რაღაცა ჩუდი რაღაცები, ანუ შეურაცხყოფ. საზოგადოებრივ ტრანსპორტი. კი, როგორი მაგალითად კულტურულები ვართ. ერთ-ერთ მაღაზიაში 5 ლარის ხურდები მივეცი და გაბრაზდა. რომ რაღაცას ყიდულობდი და იმ წუთას არ მქონდა მეტი ეს ფული და ეს 5 ლარი ჩაუთვალე ხურდები და მომაყარა ხურდები, რომ ისო ბანკი არა ეს ხურდები შეგიძლია ბანკში წაიღო და მე მოხდა რაღაცა და ანუ ყველა გაღიზიანებული განა არ მესმის ახლა რომ იმ მაღაზიის გამყიდველს რომ მაღაზიის გამყიდველის ფუნქცია შეთავსებული აქვს საწყობის თანამშრომლების დამლაგებლის ყველაფრის და მესმის მაგისაც, მაგრამ აი ეს ყველგან აგრესია არის, და იმასაც რძე აქვს სახში წასაღები. ო, მაგის ბრალია ყველაფერი იცის დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ყველა ყველა დასტრესებია. იბრძვის გადარჩენისთვის, რომ იყიდოს პური და გააკეთოს და ოილი თან სუპით აი უხარ. ისიც გეწერათ სადღაც წავიკითხე რომ ესეთ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძნელია როცა გარშემო ხედავ რომ უჭირთ ადამიანებს ანუ კი, აი რა ამ თქმა უნდა. ქვეყანაში დიდხანს აპირებთ კიდევ ცხოვრებას რას იცი რა მე ჩემს მომავალ სიმართლე მართლა აქ ხედავ იმიტომ რომ მიუხედავად ისე რაღაც გეგმები გვაქვს ისევ სწავლასთან და წასვლა-წამოსვლასთან დაკავშირებით მაინც თავს აქ მაინც სახლი ეს არის რა სამშობლოა. ანუ მართლაც ანუ სახლის განცდა მიუხედავად ისე რომ ბევრი რაღაცა უზრუნველყოფილი მქონდა იქ და ასე შემდეგ და სადაც სწავლა შეიძლება იქაც კარგად მოვიწყო თქვა პირობები ხო ყოველდღიურ ცხოვრებას სახლის შეგრძნება ჯერ სხვაგან არ მქონია მართლა ანუ აქ რო ჩამოვდივარ მართლა ამ ყველაფრის მიუხედავად გრძნობ რომ მაინც ჩემი სახლია რაღაცნაირად და რა სამშობლო მესიჯი ის გინებ კაი იმ გინებასაც გავიხსნა და ჭუბსაც არავში ხო რაღაცნაირად მესიჯი თუ არ მოგივიდო რომ დღეს წყალი შეგიწყდება კი აი ეგ იყო პირველი კიდე ჩამოსვლისთანავე როგორც კი ქართული ნომერი ჩავდე პირველი ეგ შემოვიდა რომ ხვალამდე წყალი გიწყდება როცა ვიცოდი ხო წინასწარ ფლორიდაში ორი ქარიშხალი გადავიარეთ ისეთი ქარიშხალი რომელმაც ქალაქი ნახევარი ქალაქის სანაპირო დაანგრია მოსპო რომ ეგეთი შემთხვევა არ გქონია რომ შუქი წასული იყოს წყალი წასული იყოს მარტო იქ წავიდა წყალი სადაც დაიტბორა და რაღაცა და უცებ წყალი წავიდა წყალი შუქი ჩაქრა რაღაც ქარია მაგრამ მაინც აქ მოდიხარ აუ შუქი ჩაქრა და ბავშვის რეაქცია იყო საოცრება რომ 9 ჯერ შეამოწმა ჩამრთველი რომ რატო არ ინთება და მე ვუთხარ რომ შუქი წავიდა აი რატო წავიდა რომ აი ქარი ამოვარდა სადღაც ხე დაეცა რაღაცას ნუ რატო დაეცა და ასე შემდეგ და ნუ საბოლოო ჯამში იმეც მაინც ეს რაღაცა თანამოაზრების ხანდახან ეს უიმედობა რომ შემიპყროს ხოლმე აი რაღაცა ეს იმედის ის წაგვლეკავს ხოლმე რა იგივე ეს რაც მოხდა ახლა ბოლო დღეებში თითქმის 2 მილიონი რო შეგროვდა დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის ხო მანამდე ვფიქრობდი რომ აი ჩემ ბავშვს რომ რაღაც ეგეთი რო დაემართოს და ჭირდეს ხო არავინ არ არის გამორიცხული რომ ძიმე დაავადება ეხა არა მაგრამ შეიძლება აღმოაჩნდეს ხო რაღაც ეს რომ შენი შვილი იყოს ჩემი შვილი რო იყოს აი რამე შეიძლება აი სად წავიდე ემიგრაციაში სად გავიქცე სად უშველო ხო ანუ ძალიან რთულია როცა შენი შვილის ჯანმრთელობა არის დამოკიდებული ვიღაცა გაქვსებულ ჩინოვნიკზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს უღირს თუ არა 50 მილიონის დახარჯვა შენი ბავშვის მკურნალობისთვის იმის გამო რომ გაუხანგრძლივდეს ერთი წლით ეტლში ჩაჯდომა. ერთი წლით კი არა, მაგალითად მე რა ვიცი, ყველაფერს დავთმობდი და გავიღდი, რომ ჩემმა შვილმა ერთი დღით უკეთესად იგრძნოს თავი. მე არ ვიცი, ნახეთ თუ არა ერთ-ერთმა მშობელმა დადო ამერიკაში დამკურნალები ბავშვის კიბეზე მოძრაობა, როგორი შესამჩნევია, ერთის როგორი და მის შვილს რო ჭირდეს იგივე სიტყვა და ანუ მის შვილს რო ტკივილის შეუმსუბუქოს ერთი კვირით, არ გაიღებდა 5 მილიონს და რა ახლა არ გვიღირს რომ ამდენი ფული ზახარჯვა, იმიტომ სხვები მოგვადგებიან. ხო და ეგეთი რომ შეგვიძლია მაგის დანახვა და ეგ მაძრებს იმედს ამ ქვეყნისადმი რომ აუცებ შეგვიძლია რომ რაღაცა წავილოკო და ეგეთი მართველების, ეგეთი პოლიტიკოსების და ეგეთი გულგრილი, აი ეგ ხო გულგრილობა მეტი არაფერი, ეგეთი არაადამიანური დამოკიდებულების ფონზე ადამიანებს შეგვიძლია რომ ეს 2 მილიონი უცებ
ერთმანეთის ყოფის შესამსუბუქებლად მოვძებნოთ ერთმანეთისთვის. გატაკება, გაჭირებულება. თან ხო აბა. ვიცი რომ თან ეს 2 რაღაცა- მილიონი მარტო აკაცუკებს არ მოუგროვებიათ. არა. ყველანაირი კი, ტიპის კი, ადამიანი ყველა იყო, იმიტომ რომ კი. მე ვიცი ოცნების ხარდამჭერებით, გულწრფელი რუსეთუმეებით, ყველანაირი, რომლებმაც რაღაცა ცოტა რესურსი გაიღეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს, ამ ბავშვებს ყოფას შეუმსუბუქდეთ, იმიტომ რომ ეტლი ქონდეთ და მიუხედავად იმისა იმიტომ ეს რომ მაინც იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ადამიანები რა თქმა უნდა, ადამიანობას კი, შეინარჩუნონ. იმიტომ რომ და იმ ოჯახებს შორისაც ყველა არ არის ოცნების მოწინააღმდეგე. ზოგი მათი მხარდამჭერია. ყველაფერი პოლიტიკა ხო ვერ რა იქნება. თქმა უნდა, თავარია ვერ ვიყოთ ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ მაგიტომ ვზივართ აქ, მაგიტომ ვრუნდებით აქ. ამ საუბრებიდან ჩნდება ხოლმე რაღაცა უბრალოდ უნდა ვიპოვოთ უკან დაბრუნების გზები. მარტო ჩვენ კი არა, ქვეყანამ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, მაგრამ მგონია რომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ რა. თაზო უღრმესი მადლობა. 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 ძალიან დიდი მადლობა. ალბათ ჩვენ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ყველანი ვერ წავალთ აქედან არა, ვერ წავალთ. აქ უნდა შეიქმნას რაღაც დროს ის გარემო, რომ არ გვიწევდეს 10,000-ის გადახდა დამატებით გადასახადებთან ერთად იმისთვის, რომ ელემენტარული მიიღოს ჩვენმა შვილმა. უიმედო ეპიზოდი კი იყო, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა თქვენს, რომ გვიყურეთ და გამოგვიწერეთ აუცილებლად იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდები ნახოთ.